საღამოს, როდესაც გადაღებიდან დავბრუნდი, სახლში მისვლის შემდეგ ცოტა ხანში ჩემთან მოვიდნენ ორი ადამიანი, ერთი მანდილოსანი და ერთი მამაკაცი, რომლებსაც ეცვათ ინფოცხრის მაისური. და ამავდროულად ჰქონდათ ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობები. ისინი გამეცნენ როგორც ჩხოროწყუს ბიუროს ჟურნალისტები, მათ მე მთხოვეს შავი მასალა, რაც გუშინ სტიქიის ზონაში გადავიღე. შემდეგ მე მათ ვუთხარი, თუ თქვენ ხართ ჩხოროწყუს ბიუროს წარმომადგენლები, მაშინ ხელმძღვანელობას დაუკავშირდით და ისინი გადაწყვეტენ, მოგცემენ თუ არა შავ მასალას. მათ მითხრეს, რომ წაეშალათ ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი, რა თქმა უნდა, მე მათ მივეცეს ტელეფონის ნომერი, ცოტა მოშორებით იდგა თეთრი ნივა, საღამო იყო და აქედან გამომდინარე მე ვერ მოვახერხე დამაფიქსირებინა მანქანის ნომერი და როდესაც გადავამოწმე ეს ფაქტი ხელმძღვანელობასთან, მათ მითხრეს, რომ ხოროწყუში ინფო9-ს ჯერჯერობით ბიურო არ გაუხსნია. ამავდროულად წალენჯიხაში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქალაქში დადის ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებსაც არც ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა აქვთ და არც არანაირი ლოგო. ერთი რამ ცხადია, ბოლო პერიოდში ინფო9-ის მაისური და ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა მოდური გახდა.